მოვყარებთ მეთქი დუბაიში მეთქი და გოგოებს ვარჩევთ რომ აი ვინ იცის ავტომობილის ტარება და ალბათ გადავიღებთ ამას და ნახევარი მსოფლიო ნახავს რომ ქართველი გოგოები როგორ ერთმანეთს ეჯიბრებიან ქვიშაზე და ეს ძალიან მაგარი სანახაობა დუბაიში ვინც ჩადის ყველაზე კარგი არის ჯიპტური და იქ ახლა ჩვენ უმაღლეს დონეზე ამას ჩავატარეთ ისე რომ საქართველოსაც ვასახელებ და ჩემს მეგობარსაც და ყველა თქვენ ახალგაზრდებს. თქვენსა და Prime Models Management-ის სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ. რაღაც შემოთავაზება არის. მაგრამ როგორ არის იცი? რაღაც შემოთავაზებები არის რომ გავერთიანდეთ, წინ წავიდეთ, უფრო მაგრები ვიყოთ, მაგრამ ამასაც სამომავლოდ ჩვენ განვიხილავთ, იმიტომ რომ წამყვანი მე პატრონე ქვია ამ გუნდის ხელმძღვანელი ჩემი იმდენად კარგი მეგობარია მე მთელი ჩემი ცხოვრება პარტნიორი არ მყოლია მაგრამ ეს ისეთი თემა თან ახლა ჩვენი ფული არავის არ ჭირდება აქ ისეთი ფული არაფერი არ არის სასწაული და სახარჯი ხო ყველა ქვეყანაში გვიცნობენ გვერდზე დაუდგებით და ხან ჩემი სახელით ხან მათი სახელით რაღაცას მაინც გავუკეთებ ამ გოგო-ბიჭებს ისეც რომ სხვა ვერ გააკეთებს თქვა შენ რომ უნდა გააკეთო 3 თვე იქ მე 3 საათში გავაკეთებ ნებისმიერ ქვეყანაში და მინდა რომ ეს ახალგაზრდები კმაყოფილები იყვნენ ძალიან სასიამოვნოა ის მოსმენა და ბოლო კითხვა რაც მაინტერესებს როგორია მუდმივად იყო ყურადღების ცენტრის ქვეშ საზოგადოებაში ეს ცუდი არ არის მაგრამ მაგარი დამღლელია აი ოყური როგორ არის იცით ჩვენ ხო ტრადიციული ქვეყანა ვართ და როცა უკვე გიცნობენ აი ზედმეტი ერთი სიტყვის თქმაც შეიძლება დაგაზიანოს დაგაზარალოს და ის შენი ამდენი წლის მოყვებული სახელი შეიძლება ერთ დღეში ერთ საათში შეიცვალოს ამიტომ რა ნაბიჯს დგამ უნდა იცოდე წინასწარ ეს ნაბიჯი არის სწორი გადადგმული თუ არა რასაც აკეთებ ის უნდა ზუსტად კონდეს გათვლი რომ ეს აუცილებელია გავაკეთო თუ არ გავაკეთო და ჩემი პრიორიტეტი რა არის რა მინდა მე ხო მე 3 თვე წავალ დუბაიში და მთელი ჩემი ნახევარი ჩემი გვარი ცხოვრობს იმ შემოსავლით სიტყვაზე ვთქვა მაგრამ მე რა მინდა მე მინდა რომ სურვილი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ რომ ახალგაზრდებს გავაგებიო რომ აი ამას